დღეს ივლისის შარტავას დაბადებიდან 71 წელი გავიდა. შარტავას სოხუმის დაცემის დღეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად სოხუმში მთავრობის სახლის წინ გმირულად დაიღუპა. ეროვნული გმირის ბიუსტი დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და ივლისის შარტავას ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ივლისის შარტავამ თავისი კვალი დააჩინა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და მან გმირულად შესწირა თავი ქვეყნის თავისუფლებას. იყო ძალიან მამაცი ადამიანი, ძალიან კრეატიული ადამიანი. მეც მქონდა პირადადაც ვიცნობდი ჟიულის, ბატონ ჟიულის და ფიქრობ რომ ადამიანები არასდროს არ დაივიწყებენ ესეთ ამადგარ ადამიანებს. ალბათ არ არსებობს რუსთაველი რო არ იცოდეს ჟიულის შარტავას სახელი. რა უკეთებია მას ქალაქისთვის ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ სულ დაახლოებით 1 წლამდე იმუშავა, მან საკმაოდ ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, ბევრ ქუჩას, ბევრ ადგილს მისი სახელი ჰქვია და ბევრ ინოვაციას. იყო გამორჩეულად ცნობილი, ერთგული, საამაყო და სამშობლოსთვის თავდადებული პიროვნება. ნამდვილად მქონდა რუსთავშიც და სოხუმშიც მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. და ძალიან განვიცადე მისი აესე თავგანწირული დაღუპვა. ყოველ წელს 7 მარტს ჩვენ აქ მის დაბადების დღეს მოვდივართ და მის მემორიალთან აღვნიშნავთ